საქართველოში გააგზავნა ამანატი ჩემმა ახლობელმა იტალიიდან და ეგრეთ წოდებული პასილკა და ესე იგი როცა ავიდა ეს პასილკა საქართველოში გახსნილი იყო რა და ამოღებული იყო ესე იგი ბავშვებისთვის შოკოლადები და ოჯახისთვის რაღაცები იყო კიდეში ანუ ესე იგი რა გამოდის გამანაწილებელ პუნქტზე გაიჩიდა გრინჩი და ბავშვებს მოპარაშობა ახალი წელი ეს გრინჩი ვინ იყო? იყო ისევ ქართველი ჩვენი თანამოწმე, რომელიც რაც უნდა ცუდი იყოს, უნდა აქოდა ადიდო, იმიტომ რომ არის ქართველი თურმე. ეგეთი კაცი ბიჭო, ჩემთვის ქართველი არ ხარ. მიხდი, შეიძლება ქართულად ლაპარაკობდე, მაგრამ ქართველი არ ხარ. ჩემთვის ქართველი არის კარგი ადამიანი და არა ეგეთი ნაძირალა. ეხლა რა მოხდა? ეგ ამანატი როცა აქედან წავიდა, ძირითადად მიდის ქართულ პუნქტებში რა, საქართველოს ფოსტის შვილობილ კომპანიებში, რომლებიც მე აქედან ასე ვთქვათ, აგზავნიან საქართველოში და აქ მუშაობენ ქართველები და იმ განაწილების დროს არის გახსნილი და ამოღებული რა გაგიჭირდა ბიჭო ევროპაში და იტალიაში ქართველ კაცს იმის ფასი, რომ შოკოლადებს და რაღაცებს იღებ აქედან გაგზავნილი პასილკებიდან. კაპიკები იქის, ეგერ მაღაზიაში შოკოლადები. ეხლა რო შევიდე და 5 ევრო შოკოლადი ვიყიდო, ვერ შევჭამ, დიაბეტი დამემართება. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ამაზე სამარცხვინო საქციელი უბრალოდ არ ვიცი.